მე მაგალითად მუშაობ, დასაქმებული ვარ. ეს ხომ ეს გარშემო რა არის? ადგილად საქმდება ადამიანები. კი ბატონო, თუ იმას იზავს, ისოვის სამუშაოს არის. სამუშაოებსა და სამუშაოებს. ასე აფასებენ საქსტატის მონაცემებს რიგითი მოქალაქეები, რომლის მიხედვითაც საქართველოში უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 14.3%-მდე გაიზარდა. საქსტატის ცნობითვე უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით კერძოდ. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი ქალებში 1.3%-ული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12.2%-ს და 15.9%-ს შეადგენს. საერთოდ ახლა რაწყობილებაც არის ხო დღეს საქართველოში მას ვერაფერს ვერ დაარქმევ. ეს არის ის მტორული, მე ასე ვთვლი, მტორული პოლიტიკა, როცა ჩვენი მოქალაქეების 2 მილიონამდე გასულია აქედან აქ დემოგრაფიული ექსპანსია, როცა უკანონო ხელისუფლება არ დამოგეხსენებათ, რომ კანონიერი დე იურე ხელისუფლება იყო მარტო 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭო და 1991 წლის 26 მაისს არჩეული ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი სულგანათლებული ზვიად გამსახურდია. იმ შემდეგ მიმდინარეობს ანტიქართული პოლიტიკა, არც იქნება არავით არის იკეთებ, თუ არ აღდგა უზენაესი საბჭო. დაუსაქმებლობაც იქნება. დემოგრაფიული ექსპანსიასაც გააკეთებენ, ეს ანუ მოკნაცკოზე ვიძახე, ზედა ეშელონი ერთი ძალაა და ქვევით არის გულუბრყვილო ხალხდაჭერები, მედროვეები, მონები, სასამართლო აქ არ არის, პროკურატურა აქ არის, ყველასფერი ჩავარდნილია. არც ერთი დარგი არ მუშაობს, ეს ნიშნავს ანტიეროვნულ პოლიტიკას. და აქ არ ამგონია რომ რაიმე სიკეთე იყოს, სანამ დე იურე ხელისუფლება არ აღდგება. მე მაგალითად მუშაობ, დასაქმებული ვარ. ეს ხომ ეს გარშემო რა არის? ადგილად საქმდება ადამიანები. კი ბატონო, თუ იმას იზავს, ისოვის სამუშაოს არის. სამსახურები არის. ისე შეუძლია ყველა მუშაობს და ყველა შრომობს. სამუშაოებსა და სამუშაოებს. აი ეს პრობლემა რითი უნდა იყოს დაძლეული თუნდაც რეგიონში, რას ფიქრობთ? ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, მაგრამ ვინ შექმნის? ვინ შექმნის? მას უნდა სათანადო პრობლემის მისცემა ხელისუფლებისგან. მე რა ჩემცინი. შემცირდა. ძირითადად სად საქმდება, თუნდაც რეგიონში ხალხი. მაგას ვერ მეტყვი. უფრო სოფლებში, ქალაქში იმდენად არა. ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი. ოფიციალური სტატისტიკით არ გაიზარდა და მე აი ესე როგორ გითხრათ ახლა როგორ გადავამოწმო რომელია მართალი. როგორ გაიზარდა. არაფერი არ მუშაობს. როგორ გაიზარდა. თბილისში რომელი ქარხანა არსებობს? არაფერი. არ. ბევრი საქმეები ახლა სოფელში ძირითადად თქვენ საკუთარიმებში თუ იმუშავებთ, შემოსავალიც გექნებათ, მაგრამ აგრომებში, მაღაზიებში ძალიან ძვირია ბაღის წამლები. რასაც ვიღებთ, კრედიტი გამოგვაქვს, ზედუნდება ისე შესატანი. ქალაქებში რას ფიქრობ დასაქმებულია ხალხი? ქალაქებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. განახლებული მონაცემების მიხედვით წელს მეორე კვარტალში წლიურად დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4700 კაცით, ანუ 0.5%-ით და 940,000-ს მიაღწია, ხოლო თვით დასაქმებულთა რიცხოვნობა 29300-ით შემცირდა, ანუ 6.5%-ით და 422,000-ს შეადგინა.